ყველას მოგესალმებით. ევე გოგო აგერარი ქურთუკით. აბა გამოიცენ სათმედიორთ. რა თქმა უნდა მღვიმეში. მე ხარ დილით ვიბანავე და არა დე 50 დილით ვიბანავე და თავი მაქვს ფუჩეჩივით, იმიტომ რომ აქ არ მივარგა ფენი, სამწუხარო და ჩემი ფენის წამოღება. კარგად დანი. დანი გვემშვიდობება. კარგად. დანიკა. ბაი. წავედით მოკლედ. მღვიმეში, ხო? კარგად. დანი კარგად. დანი კარგად. დანი კარგად. მე კი მაგ დენდარტყმული ვით. ღმერთო ჩემო რა არის? დღეს შედარებით ცოტა ანუ რამდენი ხანი გავჩერდით 11 საათი წუთი იყო რომ მივედით და 12 საათია 20 წუთი ახლა ხო? ხო 12 საათია 20 წუთი უფრო მეთხანს ვჩერდებით ხოლმე და ესე მეთხეს ახლა ასე უმალეო რატო გამოდითო თუ ძალიან გაიყინეთო შეგიძლიათ გამოხვიდეთ ცოტა ხანი გაჩერდეთო ცოტა გათვეთ და მე ისე შევბრუნდეთო და ები აღარ მიჩერდება ახლა დღეს წავიდეთ ამასაც ეთყობა შეცივ და და წავედით ახლა წავიყვანე ეკოს დედიკო მაჩვენე ახლა ხელი მანდ რო გადაატარე კარგა გემრიელად ხელ შეხედე დახედე დედა ჭიჭყენი გაქვს ჩაიტა ხოდა მე მივდივარ სტომატოლოგთან აუ მან და რა გიცურდეს ძალიან გთხოვ ფრთხილად კარგი უხ ნელა იმიტომ რომ ნაწვიმარი და ხავსი რო არის ვაი მე და სული დროს ამოვაყოლე ხერთა ჩემო აგერა ვარ და მოვედი უკვე ჩება თიკა მომცა ისა თეკლას ნაქონი ქურთუკი და როგორ გამოადგა ეველინას საკერიმისთვის უბრალოდ გასული ვიყავი რომ ნახე მეთქი საცივა მეთქი და წვიმა რო არის ქურთუკი არა გვაქვს მეთქი წამოღონა მართლა ვერ ვფიქრობდი ქურთუკიც თუ დამჭირდებოდა ხო და თეკლას ნაქონი ქურთუკი მოგცა და აცია ეკოს ვაი მე რა სითბოა მანქანაში ხერთო ჩემო მაგარი სითბო წავედი წარში ხერთო ჩემო დავიხალე თვები ეს დენდარტყმულებს რა უყავთ ხერთ დავედით კბილის ექიმთან კონსულტაციაზე და ჩემთვის კბილის ექიმთან წასვლა არის რა ვიცი დასახვრეტად რო გაუშვებ ადამიანს ხო იცით აი ესეთი რა ანუ ოპერაციის გაკეთება რო ურჩევნი ადამიანს ვიდრე კბილის ექიმთან მივიდეს ესეთი სიტუაცია და წავედით ახლა გული მიფანწყალებს კონსულტაცია არაფერს გაკეთებას არ ვაპირებ უბრალოდ კონსულტაცია მაგრამ მაინც იქაური გარემო მამები ცუდად ხდის გოგოები დავტოვებებოსთან როგორც ყოველთვის მოვიდა დრო იმისა რომ გავაკეთოთ ტყემალი და ეხა ეს ტყემალი მაიკომ უნდა გაჩხაკოს ესეც ჩვენი უგემრიელესი ტყემალი ესეთი გამოვიდა მე ჩავასხამთ ბოთლებში ჯერ ოღონდ მამიკომ უნდა გასინჯოს ფერი ცოტა უცნაური ჩანს კამერაში მაგრამ ისე უფრო კარგი წითელი ფერია და რატო ჩანს ამნაირი ფერი ნეტა ვაი მე რა სურნელია იმისი ნივრის და მწვანილების სასწაული ბატონ ზურაბს უნდა წაუღო აუცილებლად ავაკეთეთ ტყემალი მე და დაჯო დანიელამაც მიიღო მონაწილეობა უბრალოდ ტელეფონის ზემოთ მქონდა და ვერ გადავიღე ეს ყველაფერი დანი როგორ იღებდა მონაწილეობას და ეხლა მინდა ჩავიდე ბაზართან ყვავილები იქნებ ვიყიდო ჩემ ბავშვობის მეგობრის მამის სასაფლაოზე უნდა გავიდეთ მე და ჩემ ბავშვობის მეგობრის დედა
და იმედია იქნება რაიმე ყვავილები. თუ არა და სხვა დროს ავიდან ყვავილებს არც ეგ არაა პრობლემა უბრალოდ დავპირდი რომ ავიდოდით სასაფლაოზე და შუა დღეზე რომ ვიყავით ბაზართან აზრი არ ქონდა ყვავილების ყიდვას, იმიტომ რომ დაჭკნებოდა და არ იქნებოდა ისეთი და ეხლა გავაკეთებინებ თუ იქნებიან ადგილის. აი გოგოები აგერ არიან. ჩაფუთნული ცოტა შედარებით იმიტომ ვართ რომ დანისგან განსხვავებით, დანიმ დასვარა მისი მოსაცმელი და ჩემს უსაყვალეს ეკას თხოვე რომ წამოხვალ მეთქი წამომიღე შენი გოგოების რამე მოსაცმელი, იმიტომ რომ ერთი შედარებით თხელი მოსაცმელი მაქვს წამოღებული და ერთი სქელი და სქელი რომელიც იყო ის დასვარა. ხო და ეკა წამომიღებ და ეხლა რაიმე მოსაცმელს დანისთვის და მიდივარ ცოტაფლიაზე. რა არის? დედა ბატონო. ხარი რომ 14 ახარტია. აწერია. აწერია. ხო და მე და ეკა ვიყავით მღვიმეში, დილას მოვილიეთ რაღაც საქმეები, მანქანა გავწმინდე, გავრეცხე. ეს მარის დე. ხო და სად არის მისი დედა? მე ონკანი შევცვალე, მე ხომ მარჯვე გოგო ვარ. ბევრი საქმეები მქონდა რა და ეკამ დამირეკა რომ წავიდეთ და ბავშვები წავიყვანეთ და სათაფლიაზე და ეხლა მივდივართ. როგორც კი ჩამოვედით სათაფლიიდან, წვიმდა ისე წვიმდა, ესე იგი საჩამოდიოდა, რასაც ქვია და
სახში არ მივედით ნინიკოსთან და ეკასთან და ბავშვები ერთობოდნენ და იყვნენ ერთთან ბავშვი და მე რომ მოვიყვანე ბაბანავე და დავაწვინე. ხო და ეხლა მივდივარ ქუთაისში. ჯერ ბაზართან ჩავალ რაღაც საქმე აქვს და მე წავალ ქუთაისში. მინდა სუპერში შევია. ამ წელს ჩამოვედი ქუთაისიდან, ვიყავი სუპერში, ვიყავი კარფურში და მოკლედ სუპერში მინდოდა ბლინის ტაფა. დედაჩემს აქვს ელექტრობლინის ტაფა. მაგრამ მინდოდა ჩვეულებრივი ბლინის ტაფა. ათენში რო ვიყენებ, ეხა ვინც დიდი ხანი გვიყურებს, იმათმა იციან როგორი ბლინის ტაფა მაქვს ათენში და თან ფასდაკლებები ქონია დღეს სუპერს და მეთქი შევივლი ვნახავ თქო რა ერთი სიტყვით და კონსულტანტს ვთხოვე მეთქი ესე ბლინის ტაფა კი როგორ არა გვაქო და მაჩვენა და ფასმა დამშოკა თურმე ღირს 100 ლარი და ნუ ეს განსვიფრება ახლა ვერ დავმალე ვაიმე მეოთხარი ბლინის ტაფა 100 ლარი მეთქი ისევ ჩემ მეუღლეს ვეთყვი და გამოვაგზავნინებ მეთქი ნუ ეხლა თქვენ რა შვაში ხართ თქვენ არ ადგენთ მეოთხარი ფასებს კონსულტანტები ეს კომპანიისგან მოდის ეს ყველაფერი მეთქი და დედაჩემის არეცხს ფენს წვიმში ჩვენთან ეს დღეებია საჩამოდის ხო და მეთქი კომპანია ადგენს ამ ფასებს თქვენ რა შვაში ხართ მეთქი მაგრამ მაინც სრული შოკი მაქვს მეოთხარი ახალი ჩამოსული ვარ და ამ ფასებთან შეგუება მიწევს მეთქი ახლა რა ბლინის ტაფაზეა ლაპარაკი როცა 1 ლიტრი ძეღირს 6 და 7.5 ხო ხო და შემომეტრიალდა და ისე მეუბნება ნუ ესო ბრენდულიო ბრენდების მაღაზიაო და აი იქ დამარტყა დამარტყა იმიტომ რომ ისეთი მითხრა რომ ეს ბრენდების მაღაზიაო და ვითომ შედარებით იაფათო შეგიძლია ჭავჭავაძეზე იყიდო ჭავჭავაძეზეც გვიყიდია ეგრეთ წოდებულ პაძემკაშიც გვიყიდია ლილოშიც ეს სიახლე არ არის სადაც მიგიწვდება ადამიანს ხელი იქ ყიდულობ ხო ყველას არ აქვს იმის საშუალება რომ ესეთი კოლოსალური თანხები გადაიხადოს ნებისმიერ ამაში აქ არ არის ტაფაზე საუბარი იმ მომენტისათვის მართლა მქონდა მე 100 ლარი უბრალოდ პრინციპულად არ მივცემ 100 ლარს პირექსის ტაფაში რომელიც 25 ლარი ღირს და 25 ევრო ღირს და ფასდაკლებით შეგიძლია 20 ევროთ იყიდო თუ 20 და 70-ად შეგიძლია ახლა იყიდო ამ მომენტისთვის ღირს 20 ევრო და 70 ცენტი ფასდაკლებით. უბრალოდ არ მომეწონა ეს დამოკიდებულება, რომ აი ბრენდების მაღაზია, ვითომ შენ რა იცი? სუპერში როგორი ბრენდები იყიდება. მე არ ვიცი თქვენ რომელი ქვეყნიდან ახართო ჩამოსული. გული დამწყდა. მომხმარებელი რომელიც შედიხარ გაღიმებული ესალმები მადლობას უხდი, ბოდიშს უხდი შეწუხებისთვის, ბედნიერ დღეს უსურვებ და ასე შემდეგ. აი ესეთი დამოკიდებულება რომ თითქოს თუნდაც მაღაზიის მფლობელი იყო, ხო? არ არის ლამასი, აი ძალიან მაღიზიანებს ესეთი კუდის ყავარზე გაგდება. ეს ბრენდების მაღაზია. ათენში რომელ მაღაზიაში არ ყოფილი ვარ, მაგრამ ერთი ჰერმესში არა ვარ, მე მგონი ნამყოფი თორე დანარჩენ ყველა მაღაზიებში ვარ ნამყოფი. და არავის მსგავსი დამოკიდებულება არ აქვს, რომ იცი შენ ეს ბრენდების მაღაზიაა და შედარებით იაფად თუ გინდა წედა უმონიაზე იყიდე. რა ვიცი ხალხო რამ გადაგრიათ. არ შეიძლება ასე. თუ მე ვარ ზედმეტად ჩაკირკიმალებული ესეთ საკითხებში. არ ვიცი, უბრალოდ არ მომეწონა. ახლა მართლა არ დავიწყოთ, ახლა გადმოანგარიშება, რომ ის 25 ევრო რო გადაამრავლო ასე და გამოდის ამდენი ლარი. არა. კაი ყოფილიყო 50 ლარი, არ ვიღებ ხმას 50 ლარს გადავიხდიდი. მაგრამ 100 ლარი ბლინის ტაფა
ბლინის ტაფა, რომელიც მე მაქვს სახლში, არის MasterChef-ის ფირმის, ხო იცით, MasterChef-ი რო არის გადაცემა, იმის ხაზი არის სამზარეულოს ინვენტარის, დანებიდან დაწყებული ჭიქებით, თეფშებით, ქვაბებით, ტაფებით დამთავრებული და აი ამ ბლინის ტაფამ გაამართლა ისე მაგრად მივეცი 15 евро თუ 17 евро. მე მგონი 15 евро მივეცი. უკვე იმდენი წელია მე მსახურება და ეს იყო. შევედი მე კარფურში ვიყიდე დორადო, ამაზე ცალკე ცირკი დამემართა, თურმე 100 გრამის ფასი ყოფილი, კი გამიკვირდა კაცო 3 და 76 თუ რაღაცა ესე ეწერა და შანსი არა მეთქი დორადო ასე იაფი არ ეღირება, ეგერ ბლინის ტაფა ღირს 100 ლარი და ახლა თევზს ვინ მოგცემს 3 და რაღაცა თქო და მე რო დავაკვირდი კარგად, ნუ ჯამში მოუწია 37 ლარი თუ 27 და 15 ორ ცალ დორადოს. 1 კილოა თითქმის. ხო და თურმე წვრილად აწერია 3 ლარი და 76 ღირს 100 გრამი. რა ჯანდაბათ მინდა 100 გრამის ფასი. მე კაცო ყუთს ვარ ვყიდულობ. დაწერე 1 კილო თევზის ფასი. და ეხა დავფიქრდი, მე მგონი გავუსუფთავებელი გამომატანა, მაგრამ არა უშავს გავასუფთავებ, მაგი არა პრობლემა. უბრალოდ გული დამწყდა, არ შეიძლება ასეთ დამოკიდებული ბრენდები. ვიტყოდი ახლა რაღაცა უძდელობას, მაგრამ თუ ბრენდ თუ დავადოთ. ხო. წავედი. ესაც ჩვენი შეპუწკუნებული დორადო კარტოფილთან ერთად უყავი ორეგანო, მარილი, ლიმონის წვენი და სულ ეს არის. ახლა გოგოებს დაუდებ თეფშზე, შეუგრილდებათ და მიირთმევენ.